არაჩვეულებრივი ძალიან კარგი ვიცნობ პიროვნულად უყვარს სამშობლო არის ვაჟკაცი ჯერ ვიზუალურად არის ქართველი კაცი როგორც შედახარ ძალიან ლამაზი ქართველი თქვენ გოგოებო ისეა ის და რას ეთყოდით მას რა იქნებოდა თქვენი სურვილი და სურჩა ჩემი სურვილი იქნებოდა საქართველო გაბრწყინდეს გაერთიანდეს გამთლიანდეს როგორც დავით აღმაშენებელმა ააყვავა და აღორძინა ჩემი სურვილი იქნება ასეთი მომავალი საქართველოსთვის თქვენთვის ბედნიერი დღეები ყველა ქართველისთვის სიხარული ჯანმრთელობა ბედნიერება დოვლათი და ბარაკა ასე ცხოვრობს ჩვენ მთავრობას ასევე ჩვენ პრეზიდენტსაც სალომესავით არ ექნის არ ეღალატოს როგორ შეაფასებთ სალომე ზურაბიშვილის განრიგს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფია ვიცი კარგად და მეგონა რომ გაამართლებდა მე მას უჭერდი მხარს მეგონა რომ ის პარიზში გაზრდილი და ჩვენ წინაპრების ცრემლებში გაზრდილი მეგონა რომ ეყვარებოდა სამშობლო მაგრამ მრავალი წერტილი ვიღალატა შვილო თავის საქმეს მიყოლოდა მაგი ფეხბურთელი იყო და რაღაცა გაიხსნა სტუდია და ყოფილიყო წვრთნელი და გამომძიდი ახალ თაობას და რა მაგის პრეზიდენტობა მე ამირჩევ პრეზიდენტად უბრალოდ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის წლებს როგორ შეაფასებთ? დადებითად უგანათლებულესი პიროვნება არის და მე მაგალითად სურვილი მაქვს რომ კიდე მაგი დარჩე ჩვენი პრეზიდენტი. რასაც თავობა აკეთებს ყველაფერს გაისაკეთებს. და რა იქნებოდა თქვენი რჩევა ყაველაშვილის მიმართ თქვენი სურვილი რისთვის შეველების მეტი რაღაც თქვენ როგორც მოქალაქეს რა სისურვები მიხედავს ქვეყანას და ნადი არაფერს სალომე ეს უბრალოდ ხალხი გაუშვას მაგიანა გაუშვას ყველა და მიხედავს ხალხს სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის წლებს როგორ შეაფასებთ? რაღაც დროის მაგის პრეზიდენტობა ძალიან სასაცილო არის ეს ყველაფერი აი უბრალოდ ძალიან სასაცილო არის ეს ყველაფერი სხვა კომენტარს არ თემაზე ვიყავ ის არჩეულისა გათავდა თქვენ როგორც მოქალაქე რა სისურვებით რა უნდა გააკეთოს რას მიაქციოს ყველაზე მეტად ხურად ახლა მაგი დახატავს ყველაფერს ვინ რა გააკეთა ყაველაშვილი არის человек настоящий შეა нечего говорить რუსული არ გიყვართ თქვენ გინდათ ევროპა გაბუძგულები და მაიმუნები ძალიან კაი ხალხი არის კობახიძე ძალიან კაია ყაველაშვილიც კიდე ვინაა მაქანელ ხარიბაშვილი კაი კაცია სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას როგორ შეაფასებთ? ნოლად არაფერი არ გაუკეთებია მე პრეზიდენტად არ ვაღია დიდი ბოდიში სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის წლებს როგორ შეაფასებთ? ბოლო წელიწადნახევარი დადებითად ისე უარყოფითად ასე რომ ჩვენ პრეზიდენტი ჯერჯერობით ერთი ყავს სალომე ზურაბიშვილი და ყაველაშვილს რაც შეეხება მოუარულს თავის ფეხბურთს ჩემი სათქმელი ის იქნება რომ რაც ეკადრება ხალხს მშვიდობა ჯანმრთელობას ხელი შეუწყო და რაც არის რა სავალდებულო და აუცილებელი და ხალხისთვის გააკეთოს ის უსურვებს წარმატებებს და როგორ შეაფასებთ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის თითქმის მე მაგალითად იმედი გამიცრუა რა ვქნა მე ძალიან დიდი იმედები მქონდა იმიტომ რომ თამარ მეფის შემდეგ პირველი ქალი არის რომ დაინიშნა პრეზიდენტად და ამის გულისთვისაც კიდე უფრო ისეთნაირად უნდა ყოფილიყო და რახან ასე მოხდა ჩემთვის იმედგაცრუებული ადამიანია და პატივს ვცემ როგორც ქალბატონი და იყო ნამდვილად ღირსეული წარმოშვების და სამომავლობის ადამიანი მაგრამ მე არ მომწონს მე მინდა ვინც კარგი იქნება არ მაინტერესებს დანარჩენი პოლიტიკა არ მიყვარს მისი საქმეები გამოაჩენს მის თვისებებს და მის რაც საჭიროა რომ გააკეთოს თქვენისათვის გამოაჩენს მე მისი შემდგომი თავისი მოქმედების დროს რასაც გააკეთებს თქვენ როგორც მოქალაქე რას ურჩევდით და რას ისურვებთ? მე როგორ ურჩიო მე ვერაფერს ვერ ურჩი როგორც მოქალაქე მე მინდა როგორც მოქალაქე მე მინდა რომ საქართველოსთვის გააკეთოს ყველაფერი ისასიკეთო რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და სალომე ზურაბიშვილის განვლილ წლებს როგორ შეაფასებთ? ახლა
ვერ შევაფასებ, ახლა დადებითად ვერ შევაფასებ. არც ქალბატონია და ვერც რამეს ვიტყვი ისეც რომ მაგალითად მისი უგადრისი იყოს, მაგრამ დადებითად ნამდვილად ვერ შევაფასებ. თავარია მშვიდობა იყოს და მეც ვიცი რომ ნამდვილად ყაველაშვილი იქნება ამის მომხრეც და ეყარება ჩვენი საქართველო და არ გაგწირავს მე მგონი რა ვიცი როგორც ერთმა გაგწირა მიქეილ გაველა საპრეზიდენტო კარში არა ის საპრეზიდენტო კარში სალომე ზურაბიშვილის სალომე ზურაბიშვილი თქვენ როგორ ფიქრობთ სალომე ზურაბიშვილის შევდარება იქნება იმასთან არ იქნება სალომე ზურაბიშვილი ჩამოყალიბებული ადამიანია და გამოცდილია და არასნაირი წინსვლები აქვს იმასა ეს ამას რა გამოცდილა პრეზიდენტობის აი გამორიცხულია ბაბუ აი თვითონ არ დათანხმებულიყო მაგას